ეს ისე მოკლე, აი რაც სიტუაცია ჩვენთან ეს იდიოტური სოციალ-პოლიტიკური იმასთან მინდა კავშირში გითხრათ. ხალხო, ეს ჩვენი ოპოზიცია რაღაც წარმოუდგენლად, ესე იგი, არა მობილურია თუ ტვინში არ ყოფნით, თუ არ ესმით იდეოლოგია როგორ მუშაობს და როგორ ცდილობენ რომ იდეოლოგიურად, ესე იგი, დაიპყრონ სივრცე მაგათმა მოწინააღმდეგეებმა რაღაცა ის სტაგნაციაში არიან თუ რაღაც. ესე იგი, აი ეხლა მაგალითად ხო მოიგონეს ეს რაღაცა კომისია, რომელსაც შეისწავლოს ყოფილი მთავრობის რაღაცა აქტიურობა. ესე იგი, რაღაცა ხდებოდა 12 წლის წინათ, ესე იგი, ეხლა ისეთ დღეშია, ისეთ გაჭირვებაში მთელი მსოფლიო ისე აინგრა ყველაფერი, ისეთი მობილურია, ისეთი გიჟური, ესე იგი, თვალს ვერ მიადევნებ, იმდენი რაღაც ხდება და ესენი უკან წავიდნენ და იქექებიან წარსულში რა გააკეთეს და როგორ იყო წინა ხელისუფლებამ, ხო? ესე იგი, ამას რატო გელაპარაკებთ ახლა თქვენ რომ? ესე იგი, 2x2 4-ია, უნდათ ერთი რამე მარტო, ხო? რო ეს ყურადღება გადაიტანონ, აი თავისი ამ უნიათობიდან, აი ამ რაღაცა იმიდან რომ კრიზისში შევიდნენ, რომ კრიზისში შეიყვანენ, გადაიტანონ ისევ რაღაცა არამმნიშვნელოვანზე და წინ წამოწევენ როგორც მნიშვნელოვანი, რომ ხალხი გათიშონ, ააკაკანონ, ააჭორავონ რაღაცა და რასაკვირველია ისევ ნაცების თემა ამოატივტივონ, ხო? ესე იგი, უგოიმესი, უწვრილმანესი ტრუკია იდეოლოგიური, მაგრამ პრობლემა აქ არ არის ამაში. მაგ გააკეთონ ფერზე კიდე რა უნდა მაგის განეიტრალებას, ხო? ესენი ვერ ანეიტრალებენ. ესე იგი, ეს მიხდით რა შეასაქმე, რომ აი ეს ჩვენი ეს ოპოზიცია, არ შეუძლიათ, რომ აი ეს რასაც მე ახლა ვთქვი, ხო? რისთვის კეთდება ეს დისკურსულ დონეზე გაავრცონ ისე შემოიტანონ, რომ ხალხი, ყველა გააცინონ ამათ აი უძველეს აი უშტერეს ცნობიერებაზე, რომ ეგეთი კომისია მოიგონეს და ეხლა უნდა 12 წლის შემდეგ ირკვევენ რა გააკეთა წინა მთავრობამ, კაცო. ესე იგი, მიხდი ამაზე ხალხი უნდა აცინო. ესე იგი, ისეთი მოშნი და ძლიერი დისკურსი შემაიტანო, ისეთი დეკონსტრუქცია გაუკეთო ამათ ამ აქტს, გაიგე, რომ ესე იგი გახდეს ეს სასაცილო ასაგდები. გამიგეთ? ეგ არის იდეოლოგიური ბრძოლა, რომ ისეთი სარკაზმით, ისეთი ესე იგი დაპირისპირებით, რაღაცა ირონიით და იმით შეხვდა და აი დაუშალოთ ცალ-ცალკე ადამიანებს და გააგებინო, აი რა სიშტერეა. გამიგეთ? ამის უკან. გამიგეთ? არაკეთებენ, გაიგე? აი მაგალითად ხო, მაგალითს გეტყვით რა, ხო, ერთ დღეში მოხდა ეგ. მანამდე ქონდათ რაღაც აი ესეთი რა ძალიან პატივცემული ესეთი კარგი სწორი სუფიქრობდი მაგას რომ მეთქი აი როგორ დიპლომატიო და სწორად იქცევა ეს ოცნება ამ ევროპულ იმასთან რა ევროპულ ხალხთან ენოებს და გაერთიანებასთან ევროპის და რაღაც ხო და იქაურ რაღაც პარლამენტთან და რაღაცასთან მეთქი და უცბად ერთ დღეში გამოიცვალა მაგათი რიტორიკა შეიცვალა მთლიანად ყოფე დაიწყეს რაღაცა გაღადავება და აუგად აგდება და ვიღაცა გვარების ხსენება და იქა ესა და ის თავმჯდომარე და ისა და უსაქმურები და აი ეს და ერთ დღეში აი მახსოვს აი ერთი რიგი და მეორეზე დაიწყეს ეგრე ლაპარაკი შემოიტანეს ახალი სტრატეგია ხო აი თავისი იდეოლოგიის ესე იგი გასატარებლად ახალი სტრატეგია შემოიტანეს დამიგდათ ყური გააკეთა ოპოზიციამ ამის მიმართ თავისი ჟესტი შემოვიდა იმით რომ ხალხნო გინგრევენ იდეალს აი დასავლურ იდეალს გინგრევენ პატივისცემას გინგრევენ დასავლეთის მიმართ ეს არის ეს უზნეო აი ესეთი რა მაწაკი ლაპარაკები რა ესე თქვენზე მიმართული რომ ესე იგი აღარ გქონდეთ აი ეს ევროპა როგორც რაღაცა მაღალი კულტურის რაღაცის აი რაც რო გქონდა ყოველთვის გქონდა საბჭოთა კავშირის დროს ხო გქონდა და გქონდა რომ ევროპა იყო რაღაცა მაღალის მატარებელი რაღაც ისეთის განყენებულის რაღაც კულტურის რაღაც და მაგის დაანგრევა აი ესე იცით რა არის ბევრად უფრო სტრატეგიულები არიან ოცნება და მაგ ხალხი ბევრად უფრო არ ვიცი ვის მიყავს იდეოლოგია მანდ
ვიღაცას მიყავს, მაგრამ მიყავს კარგად და ძლიერად. შეიძლება ერთად არიან. მაგრამ ესენი ვერ უპირისპირდებიან. მაშინ რომ დაენგრიათ ეგ და ეთქვათ რომ აი თქვენ უზნეობო, აი ჩვენ გვიგრებთ იდეალს, გაიგეთ ცივილიზაციის იდეალს, დასავლური ცელი იდეალს. ხო? ეს რომ ჩაექსოვათ შიგნით თქვათ, იგივე პრესაში, იმაში, ინტერნეტში ყველგან გამოსული და ამაზე არა, მაინც თავისას ლაპარაკობდნენ ის ცუდია, ეს კარგია, ის ცუდი იყო რომ გაკეთდა, ეს კარგია, ის ცუდია, ეს კა ესე. ის კი არა მიზანდასახულად, ფოკუსირებულად გაეკეთებინათ რაღაცა. ეგრევე იყო შემოიტანეს რაღაცა ომის პარტია იმის მაგირო დეკონსტრუქცია გაეკეთებინათ ეგრევე მაგცნებისთვის და ეთქვათ რომ რაღაცა მოგონილი აი ესეთი ილუზორული რომელსაც როგორც გინდა ისე იხმარდა ეხა თქვენ მოგიტანეს რომ შეგაშინონ რაღაც ომის პარტია და იმას ებრძვიან და აი ეს ომის პარტია გაგიდებთ და აქ ზუზუნი იქნება ტყვიების და რა იმის ეს ყველაფერი აეხსნათ რომ ეს არის ფუფლო რომ ეს არის მოგონილი აი ესეთი ტერმინების დონეზე მოგონილი რაღაცა არა არაფერი სანამ აი არ ვიცი რა მე მგონი მე ვიყავ პირველი ვინც ამას დაუწყო ბრძოლა აი ამ თვითონ მაგათი აი შემოტანილ ტერმინებს შემდეგი იყო ხო deep state ესე იგი ჩაანაცვლეს ეხა იცახიან deep state არის ის ვინც აი კომის პარტია გადააჯაჭვეს ერთმანეთს ხო მე deep state იყო ეხლა ეს fake შემოიღეს კიდე სიყალბე ისევ არავინ არ გაიბრძოლა არავინ არ თქვა რომ deep state არის რაღაცა ის თვითონ ენის რაღაც ფიგურა და როგორც გინდა იხმარდა ამათ აიღეს და აი ესე ილუზორულად აი ესე მოიგონეს რაღაცა deep state და ის deep state გვებრძვის ვინ გებრძვით თქვენ პატაიმა მაწაკებო ვინ გებრძვით თქვენ ხო ამას იგონებთ რომ ხალხი გააგიჟოთ ჯერთი საქმიანი გამოჩნდეთ რომ აი deep state-ს ებრძვიან რომ იქ ომის პარტია საქმიანი გამოჩნდეთ და უსაქმურები ხართ არაფერი არ გაქვთ საქმე ეკონომიკას თქვენ არ ავლით და ფინანსებს თქვენ არ ავლით და ქვეყანა წინ ვერ მიყავთ და რითიც მიდის ქვეყანა მშვენივრად იცით ხო აი ტრაფიკინგით და რაღაცით რა რაც სანქციონირებულია ისეთი პროდუქტის და რაღაცის მოკლედ მაგრამ აი ეს არის რომ რაჭირს აი ამ ოპოზიციას უბრალოდ არ არიან განათლებული პოლიტიკაში არიციან რა არის ბრძოლა იდეოლოგიური ბრძოლა რომ აი ესენი გიგებენ რა იმიტომ რომ ხალხი დააზომბეს ამ ფეიკებით ამ აი ტყუილებით და მოგონილი ასეთი სიგიჟეებით ეხლა აი ეს გააკეთეს ეხლა რაღაცა იკვლევენ რაღაცა წარსული რომ ისევ ნაცებზე გადაიტანონ ყურადღება ვიღაცები კიდე დაიძაბონ ნაცებზე ისა გახიონ ხალხის შუაში რომ ნაცები განუდგენ პროტესტზე ვინც არიან ახალგაზრდებს რაღაცა მოკლედ გაიგე ამაზეა საჭირო ლაპარაკი რომ ხალხმა გაიგე გაუნათდეს თავში რომ ჰეი მართლა რა ხდება რა დროს ეს სისულელეებია გამიგეთ ხო და გაინძრეს რა გაიტვინი გაანძრიოს რა იმან ოპოზიციამ და სწორი რაღაცეები ილაპარაკონ იმიტომ რომ დაანგრიონ გაიგე და ამათი იდეოლოგიური აი ესეთი სტრატეგიები და ტაქტიკები და რაღაცეები უმან ისე წაგებული ხართ იმიტომ რომ მაგითი დაიჭირეს ყურებით ქართველები მაგითი დაიჭირეს რომ ომი დააგერო ვიღაცას რო ეთქვი რა ივან ომს გადაგვარჩინა აი ეგეთ სიგიჟეს გეტყვის ხო და თავის დროზე რომ მაგალითად ეგ გაგემჟღავნებინათ რომ ეს ფეიკია და ტყუილია თავის დროზე როცა დაიწყეს ამის ჩათესვა ხო მაშინ ეგ არ მოხდებოდა და ხო ხედავ მიუშვით ეს ყველაფერი ისე რომ გაიგე რომ არ გაუცნობიერეთ ხალხს და ხალხმა დაიჭირა რომ რაღაცა ომის საშიშროება იყო და გადაარჩინეს გაიგე ხო და ასე ტყუიან და ასე შემოაქვთ ეს ტყუილები და ეხლა კიდე აი ეს ეხლა რომ მოიტანეს კომისია შექმნეს რაღაცა გააგებინეთ ხალხს რისთვის ხდება ეს ყველაფერი დაიჭერენ თუ არ მივა რა არის უკვე ის არის სისხლის სამართლის საქმე აღძრული თუ რა ხდება რატომ უნდა დაიჭირო თუ არ უნდა არ მივა რაზეა ლაპარაკი ესე იგი ხუნტაა ნამდვილი რასაც აკეთებენ რა როგორც უნდათ კანონებს ატრიალებენ ხო და გააგებინეთ ეს ხალხს გააგებინეთ რა ტყუილში და როგორ ესე იგი აი ეს მოგონილ რაღაცა ბუაში აცხოვრებენ რა გაიგე რაღაცა აი როგორ ბავშვებს ატყუებენ ხო იცი იმ ოთახში არ გახვიდე იქ არის რაღაც ასეთ რამეს აკეთებენ რა